ჭუჭყი, უსამართლობა, ცოფი, საწყალი, ტილი, სიცივე, ავი. ეს იმ ასოციაციების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც უბრალო გამვლელებს პირველად უჩნდებათ უსახკარო ძაღლების ხსენებისას. საკითხი მეტნაკლებად ყველას აწუხებს. ზოგს სიბრალულის გამო, ზოგს 1000 გვარი დაავადების შიშით, მაგრამ ფაქტია, რომ პრობლემა მაინც გადაუჭრელი რჩება. ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების ნაკლებობას საქართველოში ნამდვილად არ ვუჩივით. ბევრი მათგანი ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომლის აღმოსაფრხველადაც ისინი დღეს იბრძვიან, არის ეგრეთ წოდებული ძაღლმჭერი ორგანიზაციები. კერძოდ მათი არაჰუმანური მოპყრობა ცხოველების მიმართ და სასტიკი მეთოდები, რომლებითაც მათი დახოცვა ხდება. ძირითად მასას მაინც უნდა რომ მოკლან, თუმცა იციან რა როგორ კლავენ და როგორ სასტიკად ხდება მათი მოკლა. ბევრი ქვეყანა უკვე არის იმ აზრზე, რომ მართლაც მათმა გააცნობიერეს და ერთადერთი ცხოველთა პოპულაციების მართვის სწორგზად ყველა მთელი მსოფლიო მიიჩნევს იმას, რომ ეს არის სტერილიზაციის და კასტრაციის მეთოდი, ანუ კონკრეტულად განაყოფიერების უნარის დაკარგვა. მაწანწალა ძაღლების რიცხვში საკმაოდ ხშირად ჯიშიანი ძაღლებიც ხვდებიან. არც ისე იშვიათია შემთხვევა, როცა თვითონ პატრონი იმეტებს ცხოველს გარეთ გასაგდებად. ლეკვი ყველას უყვარს, მაგრამ როცა წამოიზრდება და სერიოზულ მოვლას აჭიროებს, ხშირად ეზარებათ და თავიდან იშორებენ ხოლმე. სწორედ ასეთი ძაღლები ხვდებიან თავშესაფრებში. თავშესაფარი არსებობს უკვე 4 წელი არის. ამ 4 წლის განმავლობაში თავშესაფარში მოხვდა 500-მდე ძაღლი. აქედან უმეტესი ნაწილი ძაღლებისა გაჩუქდა ახალ პატრონზე. გარკვეული ნაწილი ძაღლების, ესე იგი, მოკვდა გარკვეული მიზეზების გამო, ზოგი დარდისაგან მოკვდა, ზოგი ავადმყოფობისაგან მოკვდა და ნაწილი ძაღლი, რამოდენიმე ძაღლი მათ შორის გაიპარა თავშესაფარიდან და ნაწილი ძაღლების კიდე სტაჟიანი ძაღლები მყავს თავშესაფარში, რომლებიც არ გაჩუქდა, ან გაჩუქდა, მაგრამ ცუდი პატრონი იყო, ახალი პატრონი და მოხდა ამ ძაღლების უკან დაბრუნება. როცა შემოდის ძაღლი, ხდება ძაღლების დათვალიერება, სამედიცინო დათვალიერება. თუ ძაღლი საჭიროებს მკურნალობას, უტარდება მკურნალობა და ხდება თითოეული ძაღლის სურათის განთავსება სპეციალურ საიტზე. ახალი პატრონის მოძებნა ხდება გარკვეული წესით. აუცილებელი არის, უნდა იცოდეს ძაღლი, უნდა იყოს თავისთავად ჩამოყალიბებული, როგორი ჯიშის ძაღლი უნდა, ხო, რისთვის ჭირდება ძაღლი, თქვა, სახლის დასაცავად, ეზოსთვის ჭირდება და უბრალოდ სახლში რო ყავდეს, პერიოდულად ხდება მე ამ გაჩუქებული ძაღლების შემოწმება, რამდენად კარგი ახალი პატრონი არის ის, ვისაც ძაღლი ვაჩუქებ. თუ ვინ იცობა ჩვენ არ მოგვეწონა ძაღლის მდგომარეობა გაჩუქების შემდეგ, ხდება ამ ძაღლის უკან დაბრუნება. მოდი. რატო ჩაკეტეს? მოდი. არ დავსვარო, ოღონდ არ დავსვარო. გუშინ თუდად მოიქეთ, შენ ძალია. რატო უკმინე დალმატინას? ჰა? რატო უკმინე? ნახე არ გესოდება, როგორ თუდად არის. ეხლა ფეხი აქ მგონი მოტეხილი. შედი ახლა საშტად. შედი ჩქარა დაგინახო როგორ შედი სახში მეთქი. სახში შედი, შენ დაჟილი ხარ. დღეს არ გაგიყვან, სასეენოთ არ გაგიყვან დღეს, არა. შედი მეთქი, მეტი. ჩქარა შედი სახში. შედი სახში, შედი მოდი. შედი სახში. შედი. უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერზე მთელი პასუხისმგებლობის ძაღლმჭერებისთვის დაკისრება არ არის სწორი. არანაკლები პრობლემაა საზოგადოების დამოკიდებულება, მათი გულგრილობა, რომელსაც ხშირად ამართლებენ ფრაზით: რა დროს ცხოველებია, ადამიანებს უჭირთ.